შენ დაწერილ ტექსტს რომ კითხულობდი, თავიდან მართლა გულწრფელად გამეცინა, მაგრამ შემდეგ შემეცოდე, როგორც ყველა მებრძოლი ათეისტი ეცოდება აი ისე. რთული ტერმინების სროლით ისე გამოიყვანე თავი მცოდნეთ, რომ ელემენტარული ბიოლოგიის და ლოგიკის წესები საერთოდ დაგავიწყდა. ადამიანებს მავნე დილეტანტები და აფერისტები ეძახე და თან ისეთი მარტივი შეცდომები დაუშვი, რომ გენეტიკის ნებისმიერი დამწყები მოყვარულიც კი მიხვდება შენს არაკომპეტენტურობას. მოდი მარტივ ენაზე აგიხსნი სად დაუშვი შეცდომა. ავტოსომური გენის მარტივი წესი, რომელიც არ იცი. შენი მთავარი კოზირი არის ის, რომ ავსტრიის ავარულ ნიმუშს ევროპული ავტოსომური პროფილი, საერთო გენოფონდი აქვს და ამიტომ მომთაბარე ვერ იქნებაო. მოდი სკოლის ბიოლოგია გავიხსენოთ. Y ქრომოსომა, მამის ხაზი, საუკუნეების მანძილზე უცვლელად გადადის მამიდან ვაჟზე. ხოლო ავტოსომები, გარემომცველი გენოფონდი სულ რამდენიმე თაობის შერევაში მთლიანად იცვლება. სტეპებიდან მოსულ მომთაბარეს ადგილობრივ ევროპელ ქალებთან რომ შვილები უჩნდებოდა, მათ შთამომავლებს უკვე სულ სხვა გარეგნობა და ავტოსომური გენი ჰქონდათ, მაგრამ მამისეული ხაზი მაინც სტეპური მომთაბარეული რჩებოდა. ამ მარტივი წესის იგნორირება არის ზუსტად ნამდვილი დილეტანტიზმი. მეორე, 3000 წლიანი ეგრეთ წოდებული მარტოობის მითი. ჩაყელების გვარის გენეტიკურ კოდზე რომ გაიძახი, 3000 წელია სიახლოვეში არავინ ყავთ და ბაზაში სხვა არავინ ჩანსო და შიგადაშიგ სომხები რომ ეძახი, რაც აბსურდია. გონია დღევანდელი კომერციული დნმ ტესტების ბაზები კაცობრიობის სრული ისტორიის არქივია და რომელზეც წნომა შენი აზრით მარტო შენ გააქვს. გენეტიკაში არსებობს შტოების გადაშენების და პოპულაციური ბოთლის ყელის ეფექტი. იმედია ჩემგან არ გაიგებ. არქეოლოგიური დნმ კვლევები ყოველდღე ახალ სიურპრიზებს დებს. ის რაც შენ დღეს მითი გონია, ხვალ შეიძლება ისეთ სამარხში ამოხტეს, რომ ეგ შენი თავდაჯერებულობა ერთ წამში გაქრეს. და შენ წარმოიდგინე და ეგეთი რამე უკვე დაფიქსირდა. ყივჩახთა უზარმაზარი კონფედერაციიდან დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეული სამარხია გენეტიკურად შესწავლილი. შენ კი ადექი და მთელი თურქული სამყარო და ყივჩაღები გამოაცხადე არარსებულად. ეს არის ტიპური ფსევდომეცნიერული მიდგომა, რომელსაც რეალურ კვლევასთან კავშირი არ აქვს. სხვისი გვარების ქექვა, სხვის კვლევით ინტერესებზე ნერვების შლა, მხოლოდ შენი პირადი პრობლემაა. და თუ კი ვერ გაიგე, ნახე აგიხსნი არ მეზარება. დაუკვირდი ყივ ჯაყელი, ყივ ჩაკ, ყივ ჯაყ. ელი არის დაბოლოება გვარის. ეს სიტყვა თურქულად ნიშნავს ქერას, ან მეორე ვარიანტის მიხედვით ველურ გედს. სხვისი გვარების ქექვას და ჩვენი მეგრელების დამცირებას გირჩევნია არაქართულ გენეტიკურ კოდს მიხედო, რომელსაც ასე მონდომებულად მალავ ან თხზავ მითებს ყველა გენეტიკური კოდი ყველა ეროვნებისა. რაც შეეხება შენს სტილს, ის დაფუძნებულია ათეიზმზე. ჩვენ ათეისტები ვერ ვიქნებით, ჩვენ ვართ ქართველები. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.